გამარჯობა, გილოცავთ მოგებას. მადლობა, ძალიან დიდი გამარჯობა. იცით რა მოინტერესებს თავიდან? თქვენ დაეცით ხო ძირს? კი. და ჩემი აზრით ეს ყველაფერი თქვენთვის გამოფხიზლება იყო, ხო? შეიძლება ეგრეც ითქვას. თუ ტაქტიკური სვლა. უფრო გამოფხიზლება. კი ბატონო, კიდე მე ვიცი რომ კორტავასთან თქვენს ჩხუბს ძალიან ბევრი ელოდებოდა, ძალიან დიდხანს. და თქვენი აზრით რატომ არ შედგა ეგ ჩხუბი? გარკვეული მიზეზების გამო ეს. თქვენი მიზეზების თუ კორტავას მიზეზების გამო? ჩემი აზრით ორივეს მიზეზების გამო, იმიტომ რომ იყო რაღაც მიზეზები ჩემი მხრიდანაც, იყო იმის მხრიდანაც. ესე თის არც იმისკენ გაუშვერდა, ას ჩემზე არ ვიტყვი რომ მე არ მინდოდა ან რაღაცა დამაბკოლა. კი ბატონო, თქვენი აზრით მოიგებთ? რა თქმა უნდა. თქვენ მეტოქეს როგორ შეაფასებდით? ეხლანდელს ძალიან კარგი ბიჭი არის. პირველ რიგში ადამიანად არის კარგი ბიჭი, კარგი ადამიანი არის და სპორტსმენი ძალიან კარგი სპორტსმენი არის. კი ბატონო. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს ეს როგორ წავიდა ეს ჩხუბი. არ ჩემ თავზე დავიწყებ გამართლებებს რაღაცას. ვიტყვი რომ მართლა კარგი ბიჭი არის და მაგარი ბიჭი არის. თქვენ პრეს-კონფერენციაზე თქვით, რომ თქვენი ჩხუბი იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორც თქვენ გინდოდათ და მაინტერესებს 10 ბალიანი შეფასების სისტემიდან რამდენ ქულას დაუწერდით, ანუ რამდენად ლამაზი იყო თქვენი აზრით? ბრძოლისთვის, ბრძოლას რო შევხედავ მე სუბიექტურ შეფასებას დავუსვენ, მაგრამ ეხლა რასაც უყურებ და რასაც შევხედე, კარგ 6 ნახევარს. ძალიან კარგი. ისე იუბაშვილთან კონფლიქტი რამ წარმოშვა თქვენი აზრით? წარმოდგენა არ მაქვს, რავი, მე მგონი როგორც გავიგე, თითი გამოიშვირე ჩემსკენ შემოდიოდა. მე არც მაგისკენ გამოიშვერია, არც არავისკენ. გამოგიწვიათ? გამომიწვია მე მგონი, არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავარი არის ერთადერთი რაღაცა. ბევრი ბრძოლა მაქვს გამაშატარებული და ჩემი აზრით მეკუთვნის ქამარზე ჩხუბი. კი ბატონო. იქიდან გამომდინარე რომ შემდეგი ჩხუბი ქამარზე მინდა და არ მინდა არც იმ ქამარზე რაც იუბაშვილს აქვს, იმიტომ რომ ნამდვილი ქამარი გელენძეს აქვს. მინდა რადგანაც გელენძეს აქვს ქამარი, ამ ორმა ერთმანეთში ჩხუბოს მოგებული მის იქნება let's go. და იცით რა მაინტერესებს? თქვენ მომეტოქემ თქვა რომ დავსტრესავო ისევე ჩხუბებოდა და სტრესილი ხართ? არა. საერთოდ? კი ბატონო, უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. ბევრ მოგებას და ყველაფერს კარგს. მადლობა, ასევე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კარგს და საუკეთესოს კიდევ ერთხელ. მადლობა დიდი, ნახვამდის. let's go.